ერთი არ მუშაობთ. ხალხი არა ხართ. მომეცით სამუშაო არჩივი ვარ, რა სამუშაო იქნება ეს 6 ლარიანი იქნება თუ 7 ლარიანი. ლელა დარჯანია სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს, როგორც ქალბატონი განმარტავს, მისი მეუღლე აფხაზეთიდანაა დევნილი, რის გამოც უკვე წლებია ჩულ ბავშვთა ყოფილ შენობაში არიან შეკეთლებულნი. დარჯანია მისი ოჯახისათვის დახმარების მოხსნას უსამართლოდ მიიჩნევს. ქალბატონის თქმით, სამსულიან ოჯახში, სადაც არავინ მუშაობს, ეს მცირედი თანხაც კი მნიშვნელოვან ფულად დანამატს წარმოადგენს. ქალბატონის განმარტებით დახმარება იმ გაზის გამათბობლის გამო მოუხსნეს, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ აჩუქა. დახმარება მომეხსნა 25 ოქტომბერს. მიზეზი დამისახელეს გამათბობელი გაზი, რომელიც არ არის ჯერ შემოყვანილი და დამონტაჟებული. ამერიკელებმა დაარიგეს ეს გამათბობელი, ამერიკელებმა შემოიტანეს და ცნობა არ მქონდა. ლელა დარჯანიაშვილის ავადმყოფობაზეც საუბრობს, მისი თქმით, ბავშვს 6 ოპერაცია აქვს გადატანილი და ახლა რთულ მდგომარეობაშია. ქალბატონის განცხადებით, რაღაც დროით უსახსრობის გამო გოგონა ონოღის საშუალო სკოლაში წინ გადაიყვანეს, სადაც შვილიშვილს ბები აურიდა. თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ლელა დარჯანიაშვილის გადმოყვანა ისევ ჩულ ბავშვთა ყოფილ შენობაში მოუწია. დედის თქმით, ადგილზე თავის გატანას მხოლოდ მეზობლების დახმარებით თუ ახერხებენ. დღეს კი არა, რამოდენიმე წლის უკან იქნებოდა ჩემი ოჯახი დაღუპული. ტასაცმელებზე არ არის საქმე, ტასაცმელების ნახმარს ვაცმევ ბავშვს ეხლანდელ დროზე. მე არ მუშაობ, ჩემი ქმარი არ მუშაობს საერთოდ. ბავშვი იმიტომ მყავს ონოღის საშუალო საჯარო სკოლაში გადააყვანილი, რომ აქ საარსებო წყარო არ მაქვს. ვიხთხობ სოციალურ აღდგენას, ვითხობ სამუშაოს, თუ რამე შეიძლება ოცნებადო და ოცნება დარჩა ოცნებად ხალხისთვის. დარჯანიების ოჯახის რთულ მდგომარეობაზე საუბრობენ მეზობლებიც, მათი თქმით, სამსულიანი ოჯახი მხოლოდ დევნილთა შემწეობის იმედზე ცხოვრობს, რაც მათთვის საკმარისი არაა. ძალიან უჭირს, არაფერი არ აქვს საშუალება. მამაკაცი რო არსად არ მუშაობს, თვითონ არსად არ მუშაობს, რა უნდა გქონდეს იმ ოჯახს? გვაქვს რამე საშუალება არაფრის, რა არის 45 ლარი ჩვენთვის. არაფერი წყარო არაა ეს. ამ ბაზალიად უჭირს, რაც დაიბადა იმის მერა არის მაგი ოპერაცია გეიკეთა. სულ ყველა მეზობლები რაც შეგეძლო ვეხმარებოდით, მაგრამ ჩვენ დახმარება რას გასწრის, მაგან თავისი დედას ყავს მაგას იქით სოცხალი ყავდა, ის ეხმარებოდა ცოტა რაღაცას თუ არა, ძალიან გაუჭირდა ამას. როგორც ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, ამ დროისათვის ოჯახისარეიტინგო ქულა 65,550 უდრის. ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის ხათუნა ცანავას განცხადებით, ოჯახი ვალდებულია სააგენტოს აცნობს დემოგრაფიული თუ ფინანსური ცვლილებების შემთხვევაში. აღნიშნული ცვლილებების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ კი ოჯახის ხელახალი გადამოწმება მოხდება. თითქმის ვადა აქ ამისთვის, რომ აცნობს სოციალური მომსახურების სააგენტოს დემოგრაფიული ცვლილების შესახებ და გარდა ამისა კიდე თუ მისი ოჯახის ინტერესებშია, რომ ნივთები ნაჩუქარია, ამასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ ეს ნამდვილად ნაჩუქრობის სახით აქვს გადაცემული და არ არის ოჯახის მიერ შეძენილი. ამ შემთხვევაში მოხდება ოჯახის განმეორებითი შეფასება. აქ აღარ იმოქმედებს უკვე 90 დღიანი ვადა, მოხდება ოჯახის სოციალური დახმარების მოპოვების მიზნით ოჯახისარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 57,000. ქულის მინიჭება სოციალური აგენტის მიერ ძირითადად სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის, ოჯახის წევრთა რაოდენობისა და ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით ხდება.